ერთხელ ერთმა კაცმა ღმერთთან დალაპარაკება გადაწყვიტა. ადგა და დარეკა. იქიდან ხმა გაისმა. დიახ, ყოველთვის გისმენთ. იცით, მე ღმერთთან მინდოდა საუბარი. კი, ახლავე გადაგამისამართებთო. გადაგამისამართა. დიახ, ჩემო საყვარელო შვილო, გისმენ. გაისმა ღმერთის ხმა. მცირე დომილის შემდეგ ეს ადამიანი ეუბნება, იცი ღმერთო, დავიღალე. ძალიან დავიღალე. მიმძიფს ადამიანურად. მინდა რომ ერთი თხოვნა შემისრულო. ერთი სურვილი ამისრულო ღმერთო. კი, რა თქმა უნდა, ჩემო შვილო, აგისრულებ, ოღონდ იცი, მინდა ადამიანური თხოვნების განყოფილებაში გადაგამისამართო, ჯერ რომ კარგად გაიაზრო და გაიხსენო, შედი მომართვები. და გადაამისამართა. შემდეგი ალო, შემდეგი დიახ. და იცით, მე ღმერთისგან ვარ. აქ ჩემო შვილო, ყველა ღმერთისგან ვართ. გისმენ, რით შემიძლია დაგეხმარო, ეუბნება. ღმერთმა სანამ ახალ სურვილს შეგისრულებ, მინდა შენი წინა მომართვები გაიხსენოვო და თქვენთან გადმოვამისამართაო. კიო, რა თქმა უნდა. და მცირე პაუზის შემდეგ ეუბნება ხმა, მოდი ბოლო 1 წლის მომართვებით დავიწყოთ. და დაიწყო. ღმერთო, რა დაბალი ხელფასი მაქვს. ღმერთო, რა ცუდი სამსახური მაქვს. ღმერთო, რატომ ვარ მარტო. ღმერთო, რა ცუდია მინდია. ღმერთო, გვეშველება რამე. და აქ ეს კაცი აწყვეტინებს. მივხვდი. ყველაფერს მივხვდი. ამდენი მომართვა და არც ერთი თხოვნა, არც ერთი მადლობა და არც ერთი ბოდიში. მხოლოდ წუწუნი. დიახ, თქვენ მივხვდით. მხოლოდ წუწუნი. თქვენ სინამდვილეში არ იცით, რას ნიშნავს ცუდად ყოფნა, არ იცით, რას ნიშნავს გიმძიმდეს. თქვენ აღიქვამთ გადაჭარბებით. რადგან ყველაფერი უცებ გინდათ და ყველაფერი გინდათ, რომ ისე იყოს, როგორც დილის განწყობაზე იქნებითო. არასოდეს თქვა, რომ ცუდად ხარ. ყოველთვის თქვი, რომ კარგად ხარ და სხვებისთვისაც მართლა გულით კარგი გინდა. ღმერთი ამასაც შეისმეს და ყველაფერი მართლა კარგად იქნება.